გამარჯობა. დღეს არის 17 ივლისი, რაც ბევრთვის შეიძლება არაფერს არ ნიშნავდეს, თუმცა იმთვის ნიშნავს იმას, რომ მე ჩემ თავს, ჩემი 14 წლის თავს ავუხდინე ბავშვობის ოცნება და მივდივარ საფრანგეთში BTS-ის კონცერტზე. 7 წლის უკან ჩემ თავს დავუპირდი, რომ თუ ოდესმე კონცერტზე წავიდოდი საკუთარი ხარჯებით და საკუთარი შესაძლებლობებით, აუცილებლად ჩავწერდი vlogs და გამომივიდა. ასე რომ წავედით Paris-ში BTS-ის კონცერტზე. Დამავიწყდა რაღაცა გულით თუ გენდომებათ, აი გულით აუცილებლად გამოგივათ. Mendes. You were there for me through all the times I cried. I was there for you, but then I lost my mind. I know that I messed up, but I promise ველოდებით ფრენას ძალიან პლუსები აგვიანებას ნამდვილად ჭობს. შემოგთავაზებთ მალე ვიდეოს. ლოქში იმყოფებით. ხოთ ორი სიტყვა მიხარით. და უცებ განვიხილავთ რა დაგვიჯდა მთელი ეს ტრიპი. ოღონდ ჯერ მხოლოდ ბილეთები, სასტუმრო და კონცერტის ბილეთი და დავიწყოთ. ესე იგი პირველ რიგში BTS-ის ბილეთები დაგვიჯდა თითოს 166 €. მე უკეთესად განახებ სად ვიქნებით ჯერ ბოლომდე ჩვენც არ ვიცით. ბილეთებს რაც შეეხება თვითმფრინავის ბილეთი მქონდა ფასტაკლება და თითო კაცმა 330 ლარში ვიყიდეთ წასვლა-წამოსვლა, თავისი 32 კილოიანი ბარგით, ხელბარგი, ნუ ყველაფერი პრიორიტეტი და რაც შეეხება სასტუმროს 3 ღამე გადავიხადეთ 505 ლარი სუსტად. აუცილებლად არის აღსანიშნავი ის, რომ სასტუმრო დავჯავშნეთ 6 თვით ადრე. და გირჩევთ, რომ ბილეთებს იყიდით თუ არა, პირდაპირ დაჯავშნეთ სასტუმრო, იმიტომ რომ ეხლა მაგ სასტუმროს ფასი 800 € არის გაზრდილი. ნუ ეს რაც შეეხებოდა ფასებს. მოკლედ მოვედით ძალიან ლამაზ ადგილას, ძალიან სუფთა ადგილას. ერთი პრობლემა არის ის, რომ შეგვეშალა და სხვა სტადიონთან დაუჯავშნეთ სასტუმრო. თუმცა იმდენად კარგი ადგილია, სრულად გადაწონა ეგ იდეაში პრობლემაც არ არის, იმიტომ რომ უბრალოდ უფრო ადრე გავალთ სახლიდან. ეგ არის და ეგ უფრო მეტ ადგილს დავათვალიერებთ, ამიტომ ყველაფერში უნდა ვიპოვოთ პოზიტივი. ხა ქუჩას გაჩვენებთ. შია და ჯერჯერობით მაკის გარდა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. ჩვენ დღეს გეგმა არის მოვიცვალოთ, ჭამოთ მაგში და შემდეგ გავთ ეიფელის სანახავად კოშკი. ეხლა მივდივარ ეიფელის კოშკის სანახავად და 1 საათს წერს ფეხით, თუმცა არ მგონია აქ ხშირად მოვხვდი, ამიტომ ფეხით გასაერნება ჯობია, რომ თან ქალაქის დავათვალიერო და წავედით. Is it the one? Listen. I don't know. So don't ask me why. That's how we are. მოკლედ ეს არის საფრანგეთში ყოფნის მეორე დღე. გუშინ ვიყავით ძალიან დაღლილები, შესაბამისად ვერაფერი ვერ გადავიღეთ, თუმცა საინტერესოც არაფერი არ მომხდარა. საინტერესო ხდება დღეს, ახლა არის პირველის ნახევარი, დაახლოებით 5-ის ნახევრისთვის დავიძრებით სტადიონისკენ, სადაც არის BTS-ის კონცერტი. აი მაქედან უკვე ჩემ ტელეფონს არ ვიცი რა ეშველება, იმიტომ რომ საერთოდ ყველაფერი უნდა გადავიღო. მიკროფონსაც დავტენი, ყველაფერს მოვაწესრიგებ, მეც მაკიაჟს გავიკეთებ ნელ-ნელა და წავედით. მოკლედ ახლა სანამ მაკიაჟის გაკეთების პროცესში ვარ, უცებ გეტყვით, როგორ მოვახერხეთ ბილეთები გვეყიდა ამ კონცერტზე. ჩვენ ბილეთები შევიძინეთ ოფიციალურ საიტზე, Ticketmaster-ზე. სანამ გაყიდვები დაიწყებოდა, მანამდე გააკეთდა, ალბათ ყოველთვის ეკეთდება ხოლმე პრისეილი. უნდა გქონოდა BTS-ის ARMY-ის membership-ი, რა ვარცდებით $15 ჯდებოდა, ზუსტად აღარ მახსოვს. ARMY membership-ის საშუალებით შეძლებდი რეგისტრაციას პრისეილზე, სადაც ყოველთვის
შეზღუდული რაოდენობით აქვთ ხოლმე ბილეთები დაახლოებით 20,000 ან 30,000. ყველაზე მნიშვნელოვანი მაგ დროს რაც არის ის რომ გქონდეს ძალიან სწრაფი ინტერნეტი და ჩვენ როგორც მაშინ გავარკვიეთ, ყველაზე სწრაფი ინტერნეტი იყო მაგთის მობილური 5G. დაუკავშირეთ ყველა მოწყობილობას, რაც სახლში გქონდა, ესე შევედით პრისეილზე. შეგეძლო აგერჩია მხოლოდ 3 ქვეყანა და რომელზეც გაგიმართლებთ და იმაზე უნდა შეგეძინა ბილეთები. პირველი იყო მიუნხენის პრისეილი, რაც როგორც მივხვდით, წავაგეთ. დაახლოებით 2 საათი მიმდინარეობდა თორსები მიუნხენის პრისეილზე ბილეთების გაყიდვა. მთელი ამ დროის განმავლობაში ბოლომდე გქონდა იმედი, რომ ბილეთს ვიყიდით. არ ვნებდებოდით, თუმცა ძალიან ცოტა შანსი იყო, იმიტომ რომ სტადიონის ბილეთები იყო დაახლოებით 75,000, ანუ ადგილი და ჩვენ ვიყავით რიგში 119,000 თუ რაღაც. არა, ჩვენ მაინც ბოლომდე დაველოდეთ. რა თქმა უნდა, საიტზე რო შევედით, საიტი იყო გათიშული, ბილეთების ყიდვაც ვერ შევძელით. ეს კამერა ხო ვერ გავასწორე. ამ ერთი წაგების გამო გვეგონა რომ ბილეთებს საერთოდ ვეღარ ვიყიდით. პარიზის პრისეილი ჯერ კიდევ წინ იყო. დამთავრდა თუ არა მიუნხენის პრისეილი, ბოლო 10 წუთი რო იყო დარჩენილი, პარალელურად დაიწყო საფრანგეთის. როგორც იცით, ორზე ერთდროულად შესვლა არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მოწყობილობით ველოდებოდით მიუნხენის რიგს, შევეშვით, მივხვდით, რომ აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ საიტი უკვე გათიშული იყო. გადავერთვეთ პარიზზე, მე და ჩემი დაქალი, თეკლა. მანაც და მეც კომპიუტერში ზუსტად ერთდროულად გავხსენით ლინკი, სადაც ბილეთები უნდა ყოფილიყო. ერთი და იგივე ინტერნეტი გქონდა ორივეს, თუმცა თეკლას მოუწია რიგში დაახლოებით 70,000 და მე მომიწია 5,000. სკრინსაც ჩავსვა, გავაანალიზე, რომ ყველას ბილეთები მე უნდა მეყიდა. პლუს ამას პარიზის ტიკეტმასტერი არის ბევრად უფრო განსხვავებული, ვიდრე სხვა ქვეყნების. შესაბამისად ფრანგულად იყო ყველაფერი, მაგრამ როგორც ხედავთ, მოვახერხე. ინტერნეტში კი ვნახეთ, სად გვაქვს ადგილები, მაგრამ ესე ტელეფონიდან და კომპიუტერიდან ძალიან რთული აღსაქმელია. ერთხელ მაინც უნდა იყო ნამყოფი და უნდა იცოდე როგორ სტადიონია. შესაბამისად, ჩვენთვისაც სიურპრიზი უნდა იყოს ადგილები, სადაც ვივართ. მე ვიმედოვნებ, რომ ახლოს ვართ, სადაც ჩამოდის პანდუსები. ბევრისთვის ალბათ ეხლა როგორ წყვები და რანაირადაც მიხარია. შეიძლება იყოს ძალიან რთული აღსაქმელი, იმიტომ რომ კონცერტია ხო, მეტი არაფერი არ არის, მაგრამ ჩემთვის არის ბავშვობის ოცნება. ვიყავი 14 წლის, ეხლა ვარ 21-ის. ეგ ძალიან დიდი мотиваციაა, იმიტომ რომ მაშინ როცა ჩემი თანხები არ მქონდა და არ შემეძლო ჩემით რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, მეგონა რომ იყო წარმოუდგენელი. ახლანდელი გადმოსახედიდან, ალბათ ახლა რასაც ვფიქრობ, რომ არის წარმოუდგენელი, ძალიან წარმოსადგენია. ამასობაში თითქმის მოვშე ჩემ მაკიაჟს, სასაუბროც დიდად არაფერი აღარ დამჩა. ამიტომ მოსაწყენი რო არ გავხადო ვიდეო, უბრალოდ აჩქარებული კადრით ჩავსვამ მაკიაჟის დასრულებას. ხარისხით აღარ იქნება ხმა, იმიტომ რომ აკრძალულია სტადიონზე მიკროფონის შეტანა. ეხლა ვცდილობთ რომ გამოვიძახოთ ტაქსი. პირველი შეკვეთა გაგვიუქმდა. ეხლა ვცდილობთ მეორედ, ფასიც გავზარდეთ. და ვართ ამ დროს 4 საათით ადრე. ვნახოთ როგორ იქნება. Yes. Actually we Paris? So you have მოვედით უკვე სტადიონზე. ცადეთ რომ წამოვსულიყავით შემოვლითი გზებიდან, მაგრამ მაინც მოვხვდით ცოტა ხანს საძირში. სხვა შეგრძნებებია აქ რა. ნახევარი საათიდან 40 წუთამდე ხო? ნახევარი საათი მოვდიოდით, რომ მოვსულიყავით ჩვენს გეიტთან. სხვათა შორის ძალიან კარგი ატმოსფერო და ძალიან კაი აურა. საათ ნახევარი კიდე მაინც დაგჭირდება, რომ შიგნით შევიდეთ. შიგნიდან ისმოდა საუნდ ჩეკის ხმა. მან შემეშინდა, მეგონა რომ კონცერტი დაიწყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ აქ ქვიანი იწყებოდა საუნდ ჩეკი 4 საათზე.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რიგი იყო, მაინც კარგად შემოვედით. ახლა არის 6:45 წუთი და დაახლოებით 9:30, ხო? 8:30-ზე იწყება კონცერტი. დაახლოებით 2 საათი მაინც უნდა დავალოდოთ. მაგრამ მაინც შემოსვლა ღირდა რა.
That's cool sound. Let's go. Wow. პატარა ჩართვას გავაკეთებ, არ გეგონოთ რომ ვლოგი და კონცერტის კადრები დასრულდა. როგორც ხედავთ, პარიზის ტრიფი მორჩა და უკვე სახში ვარ. და მინდოდა რომ გამეკეთებინა პატარა შეჯამება. მოთხმა დღემ ჩაიარა ძალიან კარგად და თვითონ კონცერტიც იყო ძალიან კარგი. ერთადერთი რაშიც არ გაგვიმართლა იყო ის, რომ პარიზში ღამდებოდა ძალიან გვიან, შესაბამისად არ მიბომბების ოკეანის ნახვა ვერ მოვახერხეთ. რაც არის BTS-ის კონცერტზე ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობა აქ ჩავსვამ. არაუშავს, რას ვიზამთ. კონცერტზე ესწრებოდა დაახლოებით 92,000 ადამიანი და არ ვიცი როგორ მოახერხეს, რომ სიმღერების ლირიკის დაახლოებით 70% არის კორეულად, მიუხედავად ამისა, მთელი სტადიონი ყველად ექსყვებოდა ზეპირად. ეს 2%-იც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვას წაყვნენ, დედა, მამა შეყვარებული, მაგრამ დამიჯერეთ ის 2%-იც კარგად ნასიამოვნები დარჩა. მე თვითონ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საუკეთესო კონცერტზე ვიყავი და ამის მერე სადაც არ უნდა წავიდე, ალბათ არც ერთი კონცერტი არ მომეწონება თქო. იმედია ესე არ არის. და ალბათ რომ შემძლებოდა კიდევ ერთხელ წავიდოდი, იმიტომ რომ ერთხელ საკმარისი ნამდვილად არ არის და თქვენც გირჩევთ, თუ ექნება BTS კიდევ ევროპაში კონცერტი, დაჯავშნეთ ბილეთები და წადით კარგად გაერთობით. საბოლოოდ მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მადლიერი ვარ ცხოვრების, რომ შევძელი და ჩემს თინეიჯერ თავს ავუხდინე ოცნება. იმედია კიდევ ბევრ ოცნებებს ავიხდენ. სიმართლე რომ გითხრათ, ვლოგის დაედიტებაც არ ვიცი და იმედია გამოვა და საინტერესო საყურებელი იქნება არმისთვისაც და არა არმი ადამიანისთვისაც. რჩევას მოგცემდით, რომ არასოდეს არ დანებდეთ. მანიფესტაცია მუშაობს, მართლა მუშაობს და გისურვებთ, რომ თქვენც აგეხდინოთ თქვენი ოცნებები. Bye. And if we run out of time, I'll chase the feeling.